დებრუინის მოუწია სად ჩამოსვლა რომ ბურთი ამოიტანოს მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლია კარგი და ჰალანდზე გადაცემა ასენსიოს წინააღმდეგ ნორვეგიელი წინაღარ წავიდა რელიში მარჯვნივ უნდა გაკეთდეს პასი არა ჩაწოდება საჯარიმოში ჰალანდის დარტყმა და პირველი გოლი რეალის კარში 1-0 მიუხედავად იმისა რომ რეალს ჰქონდა უპირატესობა თითქოს მეტი საფეხბურთო მომენტის მანჩესტერ სიტი ახერხებს საშინაო არენაზე ანგარიშის გახსნას ერთი კარგი კონტრშეტევა და ჰალანდის ფაქტორი სიტი რეალი 1-0 ძალიან მაგარი თამაში გვაქვს რამდენი შეტევა ვიხილეთ არ ჩათვლილი გოლი საფეხბურთო მომენტები ორივე კარისკენ და ახლა უკვე 20 წუთამდე მოვასწარით პირველი გოლის ნახვაც რომელიც სავარაუდოდ ჩაითვლება აქ წესით არაფერი არ მოხდარა არა ლეგალური აი ეს რა არის შეიძლება ეს გოლი არ ჩაითვალოს აიულება ხაზები აუცილებლად გვარდიოლი არ იყო თამაშგარეში ჰალანდიც მე მგონი უკან ძალიან კარგად ითამაშა გვარდიოლი ძალიან მაგრად ითამაშა მანამდე ჯეგრილიშმა რომელმაც ეს წინვალე პასი გააკეთა თითქოს უფრო მარჯვენა ფლანგზე იკითხებოდა გადაცემის გაკეთება მაგრამ ესეც კარგი ვარიანტი იყო კურტუა ვერაფერს ვერ გახდებოდა კიდევ ერთხელ განმეორებით ჰოლანდის გოლი რეალის კარში დარტყმა ლიან სალაჩესულა ეს ყველაფერი სებაიოსის პასი საჯარიმოში მბაპე და გავიდა გოლი 1-1 კილიან მბაპე რანგი სუპერვარსკვლავი მოწოდების სიმაღლეზეა ახერხებს რეალი მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრებას სწრაფად შესრულებული როგორც აღნიშნეთ ჯარიმა და ამის შემდეგ უკვე გადაცემა საჯარიმოსკენ მბაპემ მოახერხა ბურთის პოვნა და შემდეგ უკვე სიტის კარის შესრულებული დარტყმა ორიგინალურ სტილში კიდევ ერთხელ განმეორებით აი ნახოთ სებაიოსის პასი არავითარი თამაშგარე მდგომარეობა და მბაპე ერთ გოლს რეალი მსახურებდა ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ მადრიდელებს და ალბათ ის ანგარიში რაც ახლა ტაბლოზე უფრო ლოგიკურია შეხვედრის მიმდინარეობიდან. ხო, უხერხულად დაარტყა მბაპე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თავარია რომ გოლი გავიდა და ანგარიში გაათანაბრა მადრიდის რეალს. ელია მბაპეს მეოთხე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. თოკეან ბარსელონა იქნება ან ლივერპული ამ ყველაფერს მალე გავიგოთ, მანამდე გავიგოთ ამ შეტევას რა მოყვება. ფოდენი წაიქცა და მოყვება 11 მეტრიანი. სებაიოსი ამას საპროტესტებს ბუნებრივია. პირველი კადის რაც გამოჩნდა იყო კონტაქტის აი მისო რომ დანიშნული იყო 11 მეტრიანი. ხიფათიც საჯარიმოსში შექმნეს ფაქტია. რამდენად პენალტი იყო. ხაზზე თითქოს ხაზე იყო პენალტი იქნება, მაგრამ ამ დაველოდოთ, მაგრამ ნახოთ შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაერთოს ვარი საქმეში. ჰოლანდი კურტუას წინააღმდეგ 4 წუთი მიმდინარეობს. ხედავთ გახარებულ ფანებს მანჩესტერ სიტის. ხედავთ როდრის, რომელიც ხელავს. კურტუას არაერთი მოგერიებული პენალტი გვინდა ხავს, ჰალანდის გატანილი კიდევ უფრო მეტი. ჰოლანდის გამორბენი და მშვენივრად შეასრულა 2-1. კიდევ ერთხელ გადის წინ მანჩესტერ სიტი. ასე რამდენიმე წუთი მოახერხა სიტიმ უპირატესობის მოპოვება თამაში და მალევე იპოვეს გოლიც კიდევ ერთი რეალის კარში. ჩვენი საინტერესო დაპირისპირება, საინტერესოდვე გრძელდება და დაძაბულ ბოლო წუთებს ველოდებით უკვე 80 წუთად გავცდებით ცოტა ხანში. დარწმუნებული ვარ რომ ამით არაფერი არ დასრულებულა, წინ კიდევ საინტერესო ამბები გველის ჩვენ შეხვედრაში. სკანდირებს მთელი ეტიჰადი და ახლა მადრიდელების ჯერია. ნახოთ, ცვლილებებსაც ველოდებით ანჩელოტისგან, თან უკვე მე-80 წუთი არის პრინციპში და ახალი სისხლი რეალს არ აწყენდა მოედანზე. რეალი ეცდება ანგარიშის მინიმუმ გათანაბრებას დარჩენილ წუთებში. დიასი. ვინისიუსის დარტყმა. კიდევ ერთი 2-2 ბრაიმ დიასი. დიასი ხელები არ აღნიშნავს გასაგები მიზეზების გამო. აი ასე მალევე შემოსვლიდან ანგარიშს ათანაბრებს ბრაიმ დიასი. მაგრამ მანამდე მივადენოთ თვალის სიტის რეალის გატანილ გოლს.
ვინისიუსის დარტყმა, შემდეგ ბრაიმ დიასი საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სწორ დროს, სწორ მომენტში და 2-2 ანგარიში. საყრდენი ზონიდან შეძვრა ბრაჰიმი. სიტის საჯარიმოში კოვაჩის გამოიპარა მოროკოელის სპრინტი. ვინისიუსი ბოლომდე იბრძვის, სად მოიპარა ბურთი და ბელინგემი მიასწრებს, გაიტანს 2-3. რეალი ამ თამაშს დიდი ალბათობით მოიგებს. აი ესე წავიცეკვეთ ბრაიმ დიასი, ჯუდ ბელინგემი, ვინისიუსი, თავარი შემქმნელი ამ გოლის. სად მოახერხა ბურთის მოპარვა და შემდეგ როგორ გააკეთა ყველაფერი. ალბათ ბურთის თავზე გადაგდება უნდა ედერსონისთვის, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბელინგემი იყო აქ. ამ მატჩის მოგებას ეტიხაძედა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი უპირატესობის შექმნას. სადიპარავს ბურთს ვინისიუსი და შემდეგ ჯუდ ბელინგემმა აჯობა სტოუნს. არ ვიცი, აი. როდემდე უნდა გაგრძელდეს რეალის ესეთი საოცარი მატჩები, საოცარი სცენარი, ყოველთვის საოცარ სცენარს გვთავაზობს სამფლობელო. ჯუდ ბელინგემი და აი ეს ბანერი ხომ გახსოვს გიორგი მატჩის წინ მიუძღვნეს ვინისიუსს, ხო, რომ იძლია იტირო ჩვენთვისო და ახლა ვის აქვს სატილად საქმე, მგონი ნათელი. ასეთი კალიბრის მოთამაშეების გაღიზიანება არ ხდება როგორც ასე. ხო. მოედანზე რაც არ უნდა გააკეთოს გულშემატკივარმა, მოედანზე ფეხბურთელები გადიან. ვისურვოთ რომ ეს კაცი გადარჩეს, არ ვიცი, მაგრამ შოქში იქნება, შეუძლებელია, შოქში არ იყო 2-3, რეალმა მოიგო ეს თამაში. რამდენჯერ აგებდა და მაინც მოიგო, იმიტომ რომ ეს სამეფო კლუბია. ანჩელოტი არ უნდა ამ კაცს, არც ტრანსფერები, არაფერი, წარბი აწია, მოდრიჩი შემოიყვანა და მოიგო თამაში. ისე როგორც იგებს ჩემპიონთა ლიგებს იტალიელი პაპაკარუ.